მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან. მე ვარ ჟურნალისტი ლელა ლობჟანიძე. დღეს ჩვენი სტუმარია ლიკა ბასილაია, ჟურნალისტი, მედია მკვლევარი. მოგესალმებით ქალბატონო ლიკა, მადლობა ჩართვისთვის. პირველი კითხვა ტრადიციულად ბოლო დროს რასაც ჩემი გადაცემის სტუმრებს უსვამ უკვე 2 კვირაზე მეტია ტელეკომპანიის ანგარიშებს ადევს ინკასო და ცხადი არის რომ ეს აფერხებს ჩვენს მუშაობას და შესაძლოა საერთოდ ვეღარ გავაგრძელოთ. მე მინდა თქვენგან შეფასება ზოგადად არსებობს თუ არა ქვეყანაში მედიის მიმართ სისტემური ზეწოლის ნიშნები, თუ ეს არის კონკრეტულად ერთი არხის პრობლემა და ხომ არ არის სიგნალი ეს სხვა მედია საშუალებებისთვისაც. ასევე მე მინდა თქვენგან რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე შეფასება, განსაკუთრებით იმ რეგიონში, შიდა ქართლში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და სადაც რუსული პროპაგანდა და ნარატივი ასე მძლავრად არის. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბოლო დროინდელი დაახლოებით ბოლო 3 წლის პერიოდის საგარეო საშინაო პოლიტიკა რომ შევაჯამოთ, ჩვენ დავინახავთ რუსეთის ხელისუფლებასთან კოლაბორაციის აშკარა ნიშნებს. დევნიან ადამიანებს სამსახურებიდან უშვებენ, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი, სადაც საჯარო მოხელეები მაგალითად ითხოვდნენ დავუბრუნდეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და პროტესტს აცხადებდნენ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც ასე ვთქვათ დააპაუზა შეწყვიტა სინამდვილეში მისი ერთპიროვნული მათი ქართული ოცნების წარმომადგენლების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შევწყვიტეთ როგორც ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე სიარული. ამან გამოიწვია უდიდესი პროტესტი და ის რომ თქვენ დღეს გადევთ ინკასო, ერთადერთ ჩემი ინფორმაციით ერთ-ერთ ყველაზე ძლავრ ასე ვთქვათ მედია საშუალებას, რომელიც ადგილზე აშუქებს კონტრნარატივებს, საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსულ ძალებთან, ეს არის კიდევ ერთი დასტური და კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, თუ რა პოლიტიკას აწარმოებს და რა უნდა ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას უნდა რომ ჩვენ ჩამოვშორდეთ საბოლოო დასავლეთს, იზოლაციაში მოვექცეთ და სინამდვილეში ეს იზოლაცია ნიშნავს რუსეთის პირისპირ, აი როგორც თქვენ ხართ ეხლა მოსაზღვრე ზოლში, აი ესე პირისპირ ხო დგეხართ რუსულ ბაზასთან მან. აი ესე რომ მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყანა მეგობრების გარეშე დარჩეს მარტო პირისპირ, საქართველო დარჩეს რუსეთის ხახაში. მართალია დასუსტებული, მაგრამ მაინც უსასტიკესი მტრის წინაშე მარტო აღმოჩნდეს. აი ეს არის მათი ამოცანა და ამიტომ გადევთ თქვენ ინკასო იმ ფონზე, რომ მაგალითად აი აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ბანკი, რომელიც ივაჭრება, რომლის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რომელიც არის ერთ-ერთ ავანგარდში რუსეთთან ბრძოლის უკრაინაში, წარმოიდგინეთ პარადოქსი, ის აფინანსებს ექსკლუზიურად TV იმედს, რომელიც არის რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში. თქვენ ხართ ერთ-ერთი მსხვერპლი ზუსტად აი ამ პოლიტიკის და ჩვენ ამას საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად მოვადრო და ეს დრო აუცილებლად მომწიფდება და ეს მომენტუმი და ჩვენ მათ გავცემთ ღირსეულ პასუხს, როგორც ქართველებს გვეკადრება და როგორც ყოველთვის ვაკეთებდით ხოლმე. აი ამას გავაკეთებთ ჩვენ. და ზოგადად აი რამდენად ამაგდით პრობლემა არის რეგიონული მედიისთვის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხო არაერთი შეზღუდვა ვნახეთ, მათ შორის ყავს მზია ამაღლობელი, ყავს ნაცემი და დაშავებული ჟურნალისტები აქციაზე, ვნახეთ ახლა რომ სასამართლოს გაშუქება აღარ შეგვიძლია და ასე შემდეგ და ეს ფინანსური წნეხი განსაკუთრებით რეგიონული მედიისთვის, როდესაც თუნდაც სარეკლამო ბაზარი არ არის სახარბიელო და ეს თუნდაც აი ამ რეკლამის განაწილება და ძალიან ბევრი საკითხი არის ხო, რომელიც პრობლემებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი გასნიშნავს. ვიკვლევდი ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვაკრიტიკებდი მათ წვავე და არაერთი ფილმი და გამოძიება და მოკვლევა მაგ ამაზე გაკეთებული, როგორ ზღუდავდნენ თავისუფალ რეკლამას არხებზე, მათ შორის რეგიონულ ყველგან ერთი სურათია რეგიონულ
ტელევიზიებში, აღარაფერს ვიტყვი ხა იქ თეფშების დაყადაღების ცნობილ ყმადაღებულ ისტორიაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ქართული ოცნება იმიტომ არის სასტიკი დამნაშავე და მოღალატე საქართველოსი, რომ არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა, მაგრამ უნდა საქართველოს შეთრევა რუსეთის გავლენის სფეროში და საბოლოო ჯამში ეს დაგვირგვინდება იმით, რომ ქართველებს შეჭამს რუსული სამხედრო მანქანა. რას ნიშნავს ეს, რომ ქართველებს საბოლოო ჯამში გარეკავენ რუსეთთან ომში, რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ ომში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება და რუსეთს დღეს არ ყოფნის ფიზიკური ძალა, არ ყოფნის რაოდენობა და ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა მოვეგოთ გონს და მაგრად დავდგეთ დღეს, რომ ხვალ არ დავრჩეთ პირისპირ რუსებთან პირისპირ მარტონი. აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და მედიის პრობლემები, რა თქმა უნდა, ექნებათ მედიის პრობლემები, ყველა კრიტიკული მედია, რომელიც მათ ქებადიდებაში არ ატარებს საათებს, იქნება მათი მტერი. ქართული ოცნების, რომელიც სინამდვილეში არის არა ქართული ოცნება, არამედ მართლაც რომ რუსული ოცნება, რომელსაც ჩვენ ვერ ავუსრულებთ მათ, არ ავუსრულებთ, და ეს არის მოცემულობა. და ასევე კანონი გრანტების შესახებ და ის რაც ბოლო პერიოდში ხდება, ამაზეც მინდოდა თქვენი შეფასება. ყველანაირად აღჭობენ თავისუფალ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აღჭობენ მედიას, რომელიც ტანდემში მუშაობს ძალიან ხშირ შემთხვევებში, როგორც მაგალითად სტუდია მონიტორი მუშაობს ტანდემში. ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია იმ სექტორებთან, რომლებიც იკვლევენ კორუფციას, იკვლევენ დანაშაულს, იკვლევენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. აი ზუსტად იმისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული, რომ აქ გაბატონდეს რუსული რეჟიმი ბოლომდე, რუსული წყობის ქვეყანად გახდეს საქართველო, რუსული კანონებით მართული ქვეყანა გახდეს, ანუ განმეორდეს აქაც ზუსტად იგივე, რაც არის დღეს რუსეთში, რომელიც არის ჩვეულებრივი სიკვდილის მანქანა და არა სახელმწიფო. აი ეს არის მოცემულობა. და კიდევ ერთ საკითხზე მინდა თქვენი შეფასება, ანუ გუშინ ვნახეთ ხო განცხადებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ქართველი ხალხისთვის და თქვენ რამდენად ხედავთ რეალურად უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, რომელსაც ეხლა ძალიან მძლავრად პროპაგანდირებს ქართული ოცნება, რომ ვითობდა ეს არაფერია, სუვერენიტეტის კარგვა ნახოთ მაგათ რუსებთან პირისპირ რომ აღმოჩნდებით მარტოკა და გარეკავენ. მათ შვილებს არაფერი ემუქრებათ. მათი შვილები გადამალული ყავთ ევროპაში და ამერიკაში. აბა გავიხსენოთ, აბა ვინსაც სწავლობს, ვის რა დაფინანსებული ევროპის და ამერიკის რომელ უნივერსიტეტებში სწავლობენ მათი შვილები და ჩვენი შვილები აღმოჩნდებიან პირისპირ რუსულ მანქანასთან. აი ეს არიან ქართული ოცნების უნამუსო, ნამუსგარეცხილი რუსული რეჟიმის მსახური ჩინოვნიკები, ასე ვთქვათ. ისინი არიან ფარისევლები, მატყუარები, თავიანთი ქვეყნის მოღალატეები. აი ეს შეიძლება ითქვას ცალსახად და აბსოლუტურად არ მერიდება მე ამ ეპითეტებით მათი შემკობა, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ისინი არიან და რასაც იმსახურებენ. დიახ, ქართულო, ესე იგი, თუ კი შეგვიწყდება თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, ხო? თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით, თუ საგანმანათლებო სფეროში, თუ უბრალოდ იმისთვის, რომ გაიუნჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, მიდის სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, გაგროვებს გარკვეულ თანხას, ამ თანხით დაუშვათ ცდილობს, რომ გაიუნჯობესოს საკუთარი მატერიალური მდგომარეობა, დაუშვათ ბავშვების სწავლა დააფინანსობს, უკეთესად ჩაიცვან, დაიყრონ, შეძლონ იპოთეკური სესხით თუ დაუშვათ ბინინს შეძენა და ჩვეულებრივად, ანუ ელემენტარული ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს. რამდენი არის ჩვენს გარშემო ასე ძალიან ბევრი, რამდენი უგზავნის იქიდან გზავნილებს და ცხოვრები იქიდან, როდესაც შეწყდება უვიზო მიმოსვლა, აუცილებლად მოხდება ერთგვარი
დაუშვათ გაუარესება ჩვენი ემიგრანტების საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებში. ეს დაერთვება ამას. და აი ამ ყველაფერზე იქნება პასუხი სტუდენტები ვერ სწავლენ სასწავლებლად დასავლეთის უნივერსიტეტებში, ევროპის უნივერსიტეტებში და ამ ყველაფერზე პასუხისგებელი და დამნაშავე ამაში იქნება ქართული ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება. სინამდვილეში რუსული რეჟიმი. დიახ, და ბოლოს ალო. ისევ ინკასოს თემას დავუბრუნდები, ვიდრე დაგემშვიდობებით, ანუ თქვენი ამაზეც მინდა შეფასება, ანუ ჩვენ არ ვითხოვდით თვალის ჩამოწერას, თუმცა ჩვენ გვინდოდა რომ მოკლედ მოეცათ გადახდის საშუალება და განაცხადა პირობებში რომ დადგება პროპაგანდისტულ მედიებთან მე ხვდები თქვენ რასაც ამბობთ ანუ ყველას კონდეს თანაბარი პირობები რომ არ იყოს რეკლამა შეზღუდული არ იყოს დაშინება მათი ვინც დაუშვათ აპირებს რომ მოიტანოს ამა თუ იმ ტელევიზიაში რომ სულეთია სად ანუ რაღაც მედია საშუალებაში რეკლამა იქ მიიტანოს სადაც მას სურს ამის შეზღუდვებიც არის ანუ ინკასო რა არ ვიცი აი რა გითხრათ აბა სანამ ჩვენ ყველანი ერთად არ დავდგებით და არ მოვითხოვ და ამათ არ გაუშვებთ ხელისუფლები და ამ ბანდას იქამდე ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება ეს არის მოცემულობა ვიქნებით ასე ტანჯვასა და ვაებაში დაუმთავრებლად აი ეს არის მოცემულობა უნდა მესი მადლობა მლიკა ბასილაია საუბრობდა თრიალეთის ეთერში მადლობა გადაცემის მეორე ნაწილში ლევან ჩხეიძე ადვოკატი არის ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონო ლევან მადლობა ჩართვისთვის მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ბატონო ლევან თქვენთანაც პირველი კითხვა უნდა მქონდეს ჩვენს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით უკვე ორ კვირაზე მეტია ჩვენს ანგარიშებს ადევს ინკასო ხელისუფლება ცდილობს რომ ესე ფინანსური ბერკეტით მოახდინოს ზეწოლა და შეგვიჩერდეს მუშაობა ასე ვთქვათ. მე მინდა თქვენი შეფასება აი ამ ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით სამართლებრივ ჭრილში და ასევე ხომ არ ემსახურება ეს პოლიტიკურ ინტერესებს, ასევე როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა იქცეს ტენდენცია მსგავსი ქმედებები და ეს არის თუ არა სიგნალი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის არა მხოლოდ ერთი ტელეკომპანიისთვის, არამედ სხვა მედია საშუალებებისთვისაც, რომლებიც თავისუფალ სიტყვას კი ბატონო ჯერზე დავიწყოთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ პირველი კომპანია, რომლის წინააღმდეგ ლაშქრობა სახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე სისტემურ მიდგომას, როდესაც მიმდინარეობს ქვეყანაში ჟურნალისტების დევნა, ჟურნალისტების შევიწროება, უსაფუძვლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, კანონმდებლობის ისეთი ცვლილებები, რომელიც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას, რომელიც ზღუდავს ტელევიზიების დაფინანსებას, აწესებს დრაკონულ პირობებს სამუშაოდ და უშუალოდ უკვე ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ტელევიზიების ჩაძირვა და წართმევა ესე ვთქვათ მფლობელებისათვის ამის დათელი მაგალითი იყო რუსთავი თავის დროზე ამის დათელი მაგალითია იგივე შესაბამისად თავარის ესე ვთქვათ გაჩერება და ნუ შესაბამისად ამას მოყვა თქვენ ტელევიზიას. რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას? ხელისუფლება ამას აკეთებს იმისთვის, რომ თუ დააკვირდებით ყველა დიქტატურას იწყებს ასე. იწყება პირველ რიგში სწორედ საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციით. ანუ ქვეყანაში არ უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ქვეყანაში არ უნდა ისმოდეს განსხვავებული სიტყვა. ჯერ დაიწყებენ ტელევიზიებით, მერე გადავლენ უკვე რადიოებზე, პრესაზე, ბოლოს უკვე გადავლენ სოციალურ სივრცეზე. ზუსტად ისე როგორც მოხდა რუსეთში. არა პრობლემას აქვს მოგეხსენებათ ხელისუფლება საკმაოდ ცუდი არჩევნების შედეგი დადოწინა არჩევნებზე დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, სადაც დიდი ქალაქები წააგო. რატო? იმიტომ რომ არავინ არ მინდა ვაწყინო ქალაქებში ცხოვრობს უფრო მეტად ინფორმირებული საზოგადოება, რამე თუ საინფორმაციო საშუალებებზე, სოციალურ ქსელებზე და მედიაზე უფრო მეტად ხელი მიუწვდებათ, ხო? და გვაქვს დეპრესიული რეგიონები, სადაც ხელი მისაწვდომობა ინფორმაციაზე, უბრალოდ სოციალური მედია იქნება, ეს იქნება პრესა, ეს იქნება რადიო და ტელევიზია, ნაკლები ეწვდომა აქვს ხალხს. ანუ სწორედ ამაზე მინდოდა დიახ, ანუ მედიის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, როდესაც პროპაგანდა არის მძლავრი, ხო? აი ამ შემთხვევაში პროპაგანდა და შეიძლება მედია არ არის და იქაც მაუწყებლობს მხოლოდ იმედი, მაესტრო და ესე ვთქვათ
სახირო არ ვიცი რა მიშულის აქვს აღარ მახსოვს აქვია სასწრაფოდ ხელისუფლება აქტებს შესაბამის შედეგებს პოლიციაც მეტნაკლებად გახსნილია საინფორმაციო სივრცე და ხალხს აქვს ალტერნატიული აზრის მოსმენის, ალტერნატიული პოზიციის დაფიქსირების და აზრის მოსმენის საშუალება და ანალიზის საშუალება და შედარების საშუალება, იქაც მომდა ხელისუფლება აჩვენებს ძალიან ცუდ შედეგებს. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდს ვარ იმაზე უარეს, ვიდრე ესე ვთქვათ დეპრესიულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, თავარ ამოცანას წარმოადგენს სწორედ ამ საინფორმაციო არხების დახურვა, რომელიც სწორედაც რომ ხელისუფლებას უქმნის სერიოზულ პრობლემებს დიდ დასახლებულ პუნქტებში, იმიტომ რომ ხელისუფლება მეტნაკლებად იჭერს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას ამ ესე ვთქვათ დეპრესიული რეგიონების ხარჯზე, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ხელისუფლება კარგავს ძირითად ქალაქებს და საქართველოს ძირითადი პოლიტიკა კეთდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ეს არის 4 ძირითადი ქალაქი ხო? ნუ ფოთშიც თავისთავად და შესაბამისად აი ამ დიდი ქალაქები შემდეგ ამიწყდნენ არა მარტო თავით ქალაქებში, არამედ იმ მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ქალაქების მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად ამას ხდება ხელისუფლება და იმიტომ რომ ხანმოკლე პერიოდში ისინი მეტნაკლებად უკლავდებიან ამ პრობლემას მათთვის, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ამ ქალაქებში არსებული დიდ ქალაქებში არსებული უკმაყოფილება მაინც იჩენს თავს და შესაბამისად ერთად ამიტომ აიღეს ასე ვთქვათ მისნა თქვენარი ტელევიზიების დახურვა და ისინი ახორციელებენ ამას წლების განმავლობაში სამწუხარო წარმატებასაც აღწევენ და აქედან გამომდინარე უკვე შედეგიც როგორც მოგახსენეთ რო შევადაროთ აი სახეზია მაგალითად შეიძლება დაიღოს მსხვილი ქალაქი ქუთაისი თქვათ ქუთაისის სრულიად სხვა შედეგი დაიდო და ჩემი მშობლიური თქვათ რაიონი ბაღდადის რაიონი რომელიც იქვია გვერდზე 25 წუთის სავალზეა ბაღდადის ცენტრი ქუთაისიდან სრულიად განსხვავებული რადიკალურად ესე ვთქვათ შედეგი დაიდო იმიტომ რომ ბაღდადის მეტნაკლებად სამწუხაროდ ჩემი რაიონი ასე დეპრესიული რაიონია იქაც უფრო მეტი არის საბიუჯეტო ესე ვთქვათ სისტემას მიბული მოსახლეობა და ტრაგედია თქვენი ქვეყნისთვის და ეს ჩემი რაიონი არ არის მარტო ასეთი ასეთი არის მთელი რაჭა მთელი სვანეთი ლეჩხუმი ამ მდგომარეობაშია გურია ამ მდგომარეობაშია მთელი რეგიონები ყავს დეპრესიული რეგიონები ჩვენ სამწუხაროდ და სწორედ ამ დეპრესიული რეგიონების და გაჭირვების ხარჯზე აქცევს ეს ხელისუფლება წარმატებას და აქედან გამომდინარე რომ არ გადაედოს აი ამ დეპრესიულ რეგიონებს ქალაქის უკმაყოფილება ქალაქშიც უნდა ჩაახშონ ეს განსხვავებული ხმა და შესაბამისად ამიტომაც მიდის აი ჯვაროსნული ლაშქრობა და ასე პირდაპირ იმითი რომ თქვენ ხართ განსხვავებული ვთქვათ ოპოზიციის მატარებელი მედია ამის გამო თქვენ არავინ არ შეგედავებათ მაგრამ შემოგედავებიან რომ ეგ რაღაცა არასწორად იყო დღე გადარიცხული იქ რაღაცა არასწორად ჩარიცხეთ მოსაკრებელი რაღაცა სანებართო ან სალიცენზიო და ამის გულისთვის რაღაცა შეიძლება კაპიკების გულისთვის და გროშების გულისთვის დაგიყადა ხომთელი ანგარიშები შეგიწყვიტონ მე მაუწყებლობა და იმიტომ რომ ჩვენ აქვთ ფორმალურად ხომართლები ვარ. დიახ, ანგარიშები უკვე დაყადაღებული გვაქვს და ჩვენ რამდენიმე დღე გადაგვრჩა ფაქტიურად რომ შეიძლება ძალიან მალე ვეღარ შევძლოთ. ჩვენ ვერ შეძლებთ გადაიხადოთ ეხა მაუწყებლობის საზღაური ვერ შეძლებთ გადაუხადოთ ელემენტარული ელექტროენერგიის საზღაური ვერ შეძლებთ გადაიხადოთ შესაბამისად თანამშრომლებს ხელფასი ვერ შეიძლება საწვავს ბუნებრივია გაჩერდებით ხო? ჩვენ მოვითხოვეთ განაწილება და გადახდის საშუალება მოეცათ, თუმცა არ მოგცეს ამ გადახდის საშუალება და აი აქედანაც ჩანს ხომ ინტერესი რაღაცა. რა თქმა უნდა, ინტერესი არის თქვენი გაჩერება, რომ თქვენ აღარ მოუწყებლობდეთ და საბოლოო ჯამში დაუწება. იქნება რაღაცა მე ჩემ პატარა ინიციატივას გამოთქვავდი, იქნება და დაგვეწყო ერთობლივი რაღაცა ამ დღეებში კამპანია თქვენი ტელევიზიის გადასარჩენად. რათან ხარეს მოსაგროვებელი რომ რაღაც გარკვეული ანგარიშის დეკლარირება მოახდინოთ და მეც მათ შორის მივიღებ მონაწილეობას რომ ჩავრიცხოთ ეს თანხა და ყველა თქვენი ტელევიზიის გულშემატკივარმა თავისუფალი სიტყვის გულშემატკივარმა რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ რომ თქვენი ტელევიზია გაჩერდეს შევაგროვოთ ეს თანხა და გასწორებული იქნეს ეს დავალიანება. დიახ, უღრმესი მადლობა, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ეს ანგარიში და რა ვიცი, მაინც იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის. კარგი, მეც დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, თავისუფალ სიტყვას უჭერენ მხარს და თავისუფალ სიტყვას ესე იურად არ დააჩაგრდებენ და მე ზაურსილად მოვიძიებ მაგ ანგარიშს და მე ჩემწვილს შევიტან თავისუფლების სიტყვის დაცვაში. აუცილებლად და უწოდებ ასე ერთ საზოგადოებას, რომ ის 1 ლარი თუ 5 ლარი რაც იქნება, ვისაც რამდენი შეგვიძლია, გავაერთიანოთ. ერთი ეს 2 ლარი და 5 ლარი აფეს ანიშნავს, მაგრამ ყველანაირად თუ გავთიანდებით, ეს შეიძლება ძალიან ძლიერი ძალა იყოს და დავეხმაროთ ამ შემთხვევაში თქვენს ტელევიზიას, დავეხმაროთ თავისუფალ სიტყვას, რომ თავისუფალი სიტყვის კიდევ ერთი კერა არ ჩააქროს საქართველოში ოლიგარქიულმა რეჟიმმა.
დიახ, ბატონო ლევან, კიდევ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გადავიდეთ და ცოტა შეფასება თქვენგან, ხო, ჩვენ გვაქვს ერთი მეორეს მიყოლებით მიღებული შემზღუდავი კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვად სახეზეა გრანტების შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული ფარა და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი. სად ვართ დღეს ჩვენ და ეს გაგრძელება, იმიტომ რომ როგორც მედია აშუქებს ინფორმაციას, ამ ინფორმაციას მოიპოვებს არასამთავრობო ორგანიზაციები. ვინ ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს, ვინ ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის საქმეების მონიტორინგს, ვინ ახორციელებს კორუფციის მონიტორინგს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო? ისინი დადიან, უხეშად ვთქვა, იქექებიან, ეძებენ რაღაც საბუთებს, სვავენ ინტრიგნულ კითხვებს, ხო? და ეს ინფორმაცია გამოვაქვთ მე სააშკარაოზე. ამიტომ რა უნდა გქნას ხელისუფლებამ, ვის ადამიანები ვინც ქმნიან უხერხულობას და უხერხულ კითხვებს სვავენ, ეს ადამიანები როგორ უნდა გააჩეროს, როგორ გააჩეროს, გადაუკვეთოს დაფინანსება. ამისათვის თქვენ მოიპოვოთ მაგალითად ტელეჟურნალისტიკისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის გრანტი, უნდა იმართოთ მთავრობას და უთხრათ რომ მთავრობა მე მინდა თქვენი კორუმპირებული მოხელეების გამოსავლენი სიუჟეტები გავაკეთო და როგორ ვიგოთ ახლა მთავრობა თავის კორუმპირებული მოხელეების გამოსავლენ სიუჟეტზე გრანტს დაგიფკიცებ თქვენ? რა თქმა უნდა, დაგიფკიცებ, შესაბამისად გრანტის გამოცემასაც არ ეკრება იყო იურიდიული საფუძველი თქვენ მოგცეთ გრანტი, შესაბამისად კორუფციის შესახებ ინფორმაციასაც ვეღარავინ გაიგებს. დიახ. რაც შეეხება პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მოიპოვოს, არ იმუშავებს, იმიტომ რომ მას არ ექნება სახსრები, ტელევიზია ვეღარ გააშუქებს, იმიტომ რომ არც მას ექნება სახსრები და რა თქმა უნდა, ხა შალვა რამიშვილი არ დადგებოდა ეს ქვეყანაში არსებულ კორუფციის შესახებ არ დაიწყებს მოყოლას, ხო? დიახ. და რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, წეგან არჩევნები ახსენეთ და ჩვენ გვაქვს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და გასული არჩევნები, რომლის არჩევანიც ეჭვქვეს დგას და არ აქვს ხო საერთაშორისო აღიარება, ამაზეც მინდა თქვენი შეფასება. ახლა ამ პოლიტიკურ ვითარების გათვალისწინებით მოახლოებულ არჩევნებზე, მაშინ როდესაც დამკვირვებლებსაც აღარ აქვთ უფლება და შეუზღუდეს ხო დაკვირვება და ასე შემდეგ. ამაზეც საინტერესოა თქვენი შეფასება. მე გეტყვი, ეს არჩევნები არის აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნებში მოუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც გამოყარება და სინისი გააჩნია, არ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არჩევნები კიდევ ლეგიტიმაციას უმაღლეს ამ ხელისუფლებას და მეცაც გეტყვით. ამ არჩევნებზე არ იქნება დამკვირვებლები საერთაშორისო და მეც გეტყვით. აი, თვით გამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის არჩევნები ბევრად უფრო ლეგიტიმურია საერთაშორისო თვალსაზრისით. იმიტომ რომ ვენესუელა მაინც ჩავა, ნიკარაგუა და რუსეთი, ხო? აქ ეგენიც კი არ ჩამოვლენგას მაგის გასაშუქებლად და მაგის დასაკვირვებლად. ანუ რა ხერხდებით რა მინდა გითხრათ? საქართველოს ლეგიტიმაციის და აღიარების კუთხეში შეხედეთ ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც დადის გაეროში და ვის ხვდება. მე გაძლევთ პირობას, რომ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ ჩავიდნენ გაეროში, ბევრად უფრო სერიოზული ქვეყნის დელეგაციები შეხვდებიან მათ, ვიდრე ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ანუ ამ ხელისუფლებამ საქართველოს საერთაშორისო აღიარება ფაქტობრივად არ აღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილო სამხრეთ ოსეთსა და ესე ვთქვათ აფხაზეთს უფრო დაბლა დაიყვანა. მათ უფრო სერიოზული სახელმწიფოებრივი აღიარებები, უფრო სერიოზული სახელმწიფოებრივი თანამშრომლობები მათთან ვიდრე საქართველოსთან. აი ამ მდგომარეობაში მიყვანა ჩვენ ოლიგარქიულმა რეჟიმმა და ეს აბსოლუტურად ფაქტია და რაც არ უნდა გვეწყინოს და რაც არ უნდა ვაპროტესტოთ, ამას ვერსაც ვერ გავიქცევთ. დიახ და ბოლოს გუშინდელ განცხადებებს რაც შეეხება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით აი ეს გზავნილები, რამდენად რეალური არის საფრთხე უვიზო მიმოსვლის შეჩერების და რას ნიშნავს ამის დაკარგვა ქართული ხალხისთვის? ქართული ხალხისთვის ამის დაკარგვა ნიშნავს ძალიან ცუდ რაღაცას. და თავისი კატასტროფით მე ხა არ მინდა ესე ვთქვათ უბეში გადავიდე ბერლინში, და ეს არის დაახლოებით გადადის კატასტროფა, იცით? კონსტანტინოპოლი რო აიღეს თურქებმა მე-15 საუკუნეში და საქართველოს მე-20 საუკუნემდე გასასვლელი რომ მოგვეჭრა ევროპისკენ, 500 წელი რომ ევროპა გვინდოდა და არ ქონდა, ხო? აი დაახლოებით ეს დღე დგება. ანუ პრაქტიკულად ჩვენ კარგავთ ევროპას. რაც ნიშნავს, რომ ტურისტები ვეღარ შეძლებენ სიარულს, შეძლებენ ესე იგი გაურთულდება სიტუაცია იმ ხალხს, ვინც მუშაობს ევროპაში, ჩადიან სამითო მუშაობენ, ჩამოდიან ხო და სამთვიან რეჟიმებში მოძრაობენ აქეთ-იქით და გარკვეული დოვლათი და ბარაკა შემოაქვთ ქვეყანაში. გაუჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც სამკურნალოდ დადის. გაუჭირდებათ სტუდენტებს. გაუჭირდებათ იმ ხალხს, ვინცაც დავის ოჯახის წევრები ევროპაში ხართ, ახლა წარმოვიდგინე, ჩემი ძმა ცხოვრობს პოლონეთში, ხარ და არის პოლონეთის რეზიდენტი, ბიძაშვილი პოლონეთის რეზიდენტია. მე დღეს შემიძლია თავისუფლად დავждე თვითმფრინავზე, ჩავფრინდე და ჩემი ძმა ვნახო, როცა მინდა. ანუ მე ჩემი ძმის სანახავად ეს ჩემზე გეუბნებით, მე როგორც მოქალაქეს მე როგორ შემოგება. ძმას და ბიძაშვილის ნახვა რომ დამჭირდეს, მე დამჭირდება წასვლა პოლონეთის საელჩოში, ვიზის აღება და თვეებით გომა და ვიზის ლოგინი.
ისაც ხონდა ჩვენ თავის დროზე სანამ ვიზო მიმოსვლა დაგიფიქრებოდა. აი ამ დღეში ჩაგვაგდეს რისი გულისთვის რაღაცას რო ხონდეს ვიღაცა ისლამის მიღებას გავალდებულებდეს, რაღაცა სარწმუნოებაზე უარი თქვი და რაღაც კატასტროფული იყოს ხო? იმის გულისთვის რომ ერთი მუჭა ოლიგარქების ხრობას უნდა დაკარგოს სახრავი. და აი ამ სახრავის დაკრა არ უნდა ერთ მუჭა ოლიგარქების ხრობას და ამას აყოლებენ მთელი ერის ინტერესებს. და დიახ, და თქვენ სათხედავთ გამოსავალს ანუ საერთაშორისო მხარდაჭერა თუ საზოგადოების პროტესტი რა არის ახლა ამ ეტაპზე გადაწყვეტა? მე ვთვლი ერთ რაღაცას რომ ეს არ იქნება სამართლიანი ქართული ენათა მიმართებაში. რა ვიცი, რაც შემიძლია ჩემი კავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან მაქსიმალურად ვაწვი რომ ეს თავი შეიკავონ. მაგ რაღაც გარკვეული ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პირებთან ურთიერთობა და მაქსიმალურად ხოვრო ეს კარგ აკეთონ და გამოიყენონ ინდივიდუალური წერტილოვანი სანქციები იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ამაში არის დამნაშავე და არ დასაჯონ ქართველი ერი. იმიტომ რომ ქართველი ერმა ძალიან დიდი ტანჯვა წვალება გამოიარა იმისათვის, რომ ეს უფლება მოეპოვებინა, რომ ზიარებოდა ევროპას, ზიარებოდა ევროპულ კულტურას, ზიარებოდა ევროპულ ცივილიზაციას, ზიარებოდა თუნდაც ევროპულ განათლებას, იმ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ეს ხელმისაწვდომი მოგვაქვს და საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ამას ყველაფერს დავაკავთ, ჩვენი ხალხი დაიჩაგრება. და იმ ოლიგარქებს პრინციპში არ პრობლემა არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ ოლიგარქებს თითქმის ყველას აქვს იმ ქვეყნების მოქალაქეობა, მათი შვილები თითქმის ყველა იმ ქვეყნებში არიან დაბადებული, ყველას აქვს ბინადრობის მოწყობა და ყველას აქვს უძრავი ქონება იმ ქვეყნებში. დაიჩაგრება მხოლოდ ქართველი ხალხი. ამიტომ ქართველი ხალხი ვარ დაიჩაგროს და დამნაშავეები არ გავიდეთ უნდა თქოს. ვთვლი რომ ეს არ იქნება სწორედ თლიანს ქართველი ერის დასჯა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს კონკრეტულად იმ დამნაშავე პირების პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, დეპუტატების, წამყვანი ქალაქების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის, სიპების ხელმძღვანელების ვინც არიან შესაბამისად და რა თქმა უნდა პირადად მთავარი ოლიგარქი ვინც არის მიზნებში, აი ამათი დასანქცირება უნდა მოხდეს აუცილებლად. და დასანქცირება უნდა მოხდეს არა ისე წერტილოვანად, იქ ბალტიისპირეთი და ვიღაცები ასანქცირებენ. სერიოზული სანქციები უნდა მოხდეს, ბრიტანული, ამერიკული, მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოხდეს ამას სანქციები. უღრმესი მადლობა ლევან ჭყეიძე საუბრობდა თრიალეთის ეთერში. მადლობა. მადლობა, კარგად გრძელდება. ლევან დელეგატიცება ამით დასრულებულია.